დილამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 19 ივნისია, ოთხშაბათი, ერთსულუნების დილამ თქვენთვის დაიწყო მუშაობა. კახამიქიაშვილი და სოფია კუჭავა ვიქნებით თქვენთან ერთად ამ დროის განმავლობაში. მოგესალმებით, დღეს კვირის ბოლო სამუშაო კვირა, თუმცა ჯერ წინ არის მთელი დღე და ვიწყებ დილას თქვენთან ერთად. გვიხარია რომ თქვენს გვიყურებთ და ყველა სასიამოვნო დღეს გისურვებთ. უდრი გადაცემის ანონსს წარმოგიდგენთ, ტრადიციულად მოვისმინოთ ახლა საეკლესიო კალენდარი. ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ბესარიონს, ეგვიპტელ საკვირველთ მოქმედს, ღირს ილარიონ ახალს, ღირს ქალწულმოწამეებს, არქელაიას, თეკლას და სოსანას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სცენებას, ახლა კი დროა გაგაცნოთ გადაცემის ანონსი, წარმოგიდგენოთ ჩვენი სტუმრები, თემები, რაზეც დღეს ვისაუბრებთ და იმედია საინტერესოდ გავატარებთ ერთად ჩვენთვის გაკუთვნილ საეთერო დროს. ცხადია, დღეს პარასკევია და სახარებას განმარტავთ მოძღვართან ერთად და ვისაუბრებთ სახარების იმ თავზე, იმ უღელზე, რომელიც კვირას წაიკითხება და შემოგვიერთება წმედი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, გეტყვით რომ 19-20-21 ივნისს არტოს ბაღში პროექტი ზაფხულის ღამის ჯაზის კონცერტები გაიმართება. ღონისძიებაზე უფრო მეც მუსიკოსი მაია ბარათაშვილი გვეტყვის და გვესაუბრება, რომელიც გადაცემის მსვლელობისას შემოგვიერთდება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეტისა და ლიტერატორის ქეთევან შენგელიას ახალი კრებულის წარდგინება გაიმართა. საღამოს ცხადია ესწრებოდა ჩვენი გადამღები ჯგუფი და ნინო გეოლაშვილმა მოამზადა ამ თემაზე სიუჟეტი და ის უფრო მეც მოგვიყვება წარდგინების შესახებ. 3 ივნისს იტალიაში ქალაქ კატანძაროში გამართულ უშუს მე-17 საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა ბრწყინვალე დიასპარეზა და სამშობლოში უდიდესი გამარჯვებით დაბრუნდა. ჩვენმა ნაკრებმა საერთო ჯამში 9 ოქროსა და 4 ვერცხლის медаლი მოიპოვა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლაშა სუმბულაშვილი. წინასწარ ულოცავთ ამ წარმატებას, ხადია უფრო მეც უკვე გვექნება ეთერში საშუალება სტუმართან გამოვხატოთ ჩვენი სიხარული. ახლა მოვისმინოთ ამინდის პროგნოზი და შევიტყოთ რა ამინდი გველოდება დღეს და დაგიბრუნდებით უკვე მოძღვართან ერთად.
დილამშვიდობისა, ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გიხდით მადლობას, რომ ვიწყებთ დილას ჩვენთან ერთად. პირველ სტუმარს წარმოგიდგენ ჩვენ დღევანდელი გადაცემის წვნეთი ახალდობას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. მამა ლევან, დილამშვიდობისა და მადლობა. ვიხაროთ ქრისტეში. თქვენ ახლა ხელს იგიჭირავთ ახალი აღთქმა, ანუ სახარებია და ჩვენ ვისაუბროთ კვირას ლიტურგიაზე წასაკითხ სახარებაზე, კონკრეტულ თავებზე, კონკრეტულ მუხლებზე, რომელი מחარებისგან წასაკითხი იქნება და შინაარსი გავაცნოთ თავიდან მსმენელს და შემდგომ განმარტებას მოვისმენთ. მათე სახარებიდან არის ამონარიდი, თუმცა შევნიშნოთ, რომ ჩვენ მოციქულთა მარხვის პერიოდში ვართ და შესაბამისად ეს სახარება განწესებულია არა მხოლოდ უბრალოდ ესე კვირა დღისთვის, არამედ ერთ-ერთიან ანსამბლს ქმნის თელა მარხვაში განწესებული პერიოდი, რომლითაც საფეხურ ერთმანეთთან დაკავშირებული არის. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ამონარიდებია, თავად მარხვა როგორც მოღვაწეობის სარბიელი ადამიანს სახარება ლიტურგიულად აქცენტს უკეთებს, საით წავიდი, საით წინაზე რა თქმა უნდა განიხილავდით, მაგრამ შევნიშნოთ, რომ იქ როდესაც მოციქულთა მოწოდებაზეა საუბარი, არა უბრალოდ შეგვახსენებს, რომ მოციქულთა მარხვა, არამედ ერთგვარი სამოციქულო მოწოდება შინაგანი ჩვენთადმი შეხსენებულია და ზუსტად დღევანდელი სახარებას თემატურად იმას ახსენებს, რომ როდესაც მოციქულები მაცხოვარმა გამოირჩია, ისინი ყოფით საკითხით იყვნენ, არსებობის აუცილებელი ძირეული საკითხით იყვნენ დაკავებულნი, თევზჭერით, რომელიც მათი საარსებო იყო ყველაფერი და ამ დროს ისინი ტოვებენ წუთისოფელს ყოფით და უპირატესზე აქცევენ ყურადღებას. შევნიშნოთ, რომ ზოგადად მეთევზურობას და არსებობაზე ვარს კი არა ამბობენ, არამედ უმჯობესზე განაგებენ და ამით ჩვენს ყურადღებას მიგვაქცევენ, რომ ჯეროვანი ავირჩიოთ და ცნობიერად შევუდგეთ მარხვას და არა უბრალოდ რაღაცა დიფერენცირებას და დღევანდელი სახარებაც ამ თემატიკის გარჩევა არის, კერძოდ თხრობა მოტანილია მაცხოვრის მიერ თაზე ნეტარების თავს წოდებული ქადაგებაზე, ვრცელი ქადაგება, სადაც ნეტარებებს ასწავლის, მამაო ჩვენოს ასწავლის და მთელი რიგი ცნებები გრძელდება და სწორედ აქ არის ასეთი რამ, რომელიც აღნიშნოთ, წავიკითხოთ პირველად ტექსტი და მე ნაბიჯ განმარტოთ. სანთელი გვამისა არის თვალი. უკვე თუ თვალი შენი განმარტებული იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელი იყოს. ხოლო უკვე თუ თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელი იყოს. უკვე თუ ნათელი კი შენ შორის ბნელარს, ბნელი კი რაოდენმე. ვერვის ხელაწიფების ღორთა უფალთა მონება და ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვა იგი შეიყვაროს. ანუ ერთი სამის თავს სიდვას და ერთი იგი შეურაცხოს. ვერ ხელაწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა. ამისთვის გეტყვით თქვენ, ნუ ზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რა ის ჭამოთ, რა ის სვათ, ნუ სახორცსა თქვენთათვის, რა ის შემოსოთ, ანუ არა სული უფრო ისა საზელისა და გვამის ამოსლისა. მიხედეთ ფრინველთაცისათა რამ თუ არას თესვენ, არც ამგიან, არც შეკრებენ საუნჯეთა და მამაი თქვენს და იზრდის მათ, არამედ თქვენ უფრო ის უმჯობეს ხართა ფრინველთა. ანუ ვინმე თქვენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოთ შეძინებათ ხასაკისათვისა წყრთა ერთ და სამოსლისათვის რათა ზრუნავთ, განიცადენი შროშანი ველისანი ვით არ გაღორძინით არაშურებინ არცასნაო. ხოლო გეტყვით თქვენ, რამ თუ არც აღარ სოლომონ, ყოველს რომელს მას დიდებას ამისა შეიმოსა, ვით არც ერთი მათგანი, უკვე თუ თივა იგი ველისა, რომელი დღეს არც და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრე ჩემოსის არამედ უფრო ის თქვენ მცირედ მორწმუნენო, ნუ ზრუნავთ და იტყვით რა ივჭამოთ, ანუ რა ივსვათ და რა შევიმოსოთ. რამთუ ამას ყოველი წარმართი ეძიებენ, რამთუ იცის მამამა თქვენ მაზეც და რა იგიხს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქვენ ეძიებდეთ პირველად სასუფეულსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. პირველ რიგში იწყებს ცნობიერების ამ შემთხვევაში სანთელი თვალი გვამის არის თვალი ცნობიერებას რა კუთხით ვუყურებთ ყველაფერს ეს ამოსავალი წერტილია როგორ შევხედოთ სამყაროს პიროვნებას საკითხებს და სწორედ აქედან იწყება ამოსავალი წერტილი ადამიანი რომელიც იმედით სასოებით კეთილგანწყობით შეხედავს ყოველივეს ეს მისის შინაგანი კეთილგანწყობის გამომხატველი არის. როგორც მაცხოვარი ამბობს ადამიანს
არა პირით შემოვალი შეეგინებენ, არამედ გულიდან გამოვალი ბოროტი გულის სიტყვა. ამ მსგავსივე შინაარსის არის, რომელიც ამ შემთხვევაში ზუსტად მარხვის თეზისაც შემოდის, რომ შინაგანი ხედვა როგორი გვაქვს ყველაფრისადმი, ეს განაპირობებს და არა ვთქვათ, გარეგნული ღვაწლი და სარბიელი, რომელსაც ქრისტიანები სხვადასხვა მარხვაში მიეცემიან ხოლმე და ეს სწორედ შინაგანი ხედვით ხდება, როგორ უყურებთ საერთოდ ყოველივეს. მამა პაისიც შენიშნავდა, რომ მოდით თუ ვინმე რაიმე არასწორად გააკეთა, ან სათანადოდ ვერ დროს ვერ მოვიდა რაღაცა მოხდა, მოძებნეთ კეთილი მიზეზი, იქნებ ჯეროვნად ემან შეუშალა და თქვა არა დაუდევრობან, არა მისმა თქვათ ბოროტმეჩვეულებამ და ასე შემდეგ. ეს პირველ რიგში წარმოაჩენს ეს დამოკიდებულება ჩვენ შინაგან სამყაროს. კეთილი ასაბამოსავალით ავთვლით თუ ცუდი ამოსავალით. ეს ჩვენი შინაგანი სახის გამომხატველია და სწორედ ამაზე იწყებს რომ გულის სიღრმეში ვინ ვართ ჩვენ? ანუ თვითშეცნობაზე ხდება საუბარი. შემდგომ, როდესაც აღვნიშნეთ, ისევ და ისევ მაცხოვარი აქცენტს აკეთებს სულიერსა და ყოფილს. ეხლა თუ კი იოანე და იაკობი შედარებით სოციალურად ოდნავ შეძლებულები იყვნენ ზებედეს ძენი პეტრე და ანდრეაზე, შეგვიშვით რომ პირველად ანდრეას და პეტრეს მოუწოდებს, მათი ცხოვრება ძალიან ესეთი ყოველდღიურ ყოფაზე იყო დამოკიდებული. დღევანდელ დღეს, როდესაც თქვათ თევზი ძვირადღირებული სიამოვნება არის, მაშინ ის ძალიან იაფი რაციონს წარმოადგენდა, არსებობდა შემნახველი საშუალებანი, რის გამოც დაჭერილი თევზი დროულად უნდა გასაღებულიყო. და გარკვეული პერიოდის გარდა თანამარილებულ შებოლილ, ასე ვთქვათ, დამუშავებულ თევზს არ მიირთმევდნენ, ცოცხალად მიირთმევდნენ და თავისთავად ნებისმიერ სახის თევზი ყოველთვის იაფი პროდუქტი იყო და თევზის რეწვას, უფლებას და საერთოდ ყოფით ცხოვრებას მათ ისინი ამით ინარჩუნებდნენ. როგორია ამ დროს მოუწოდა და ისინი ყოფით არსებობით ყოველდღიურზე ერთგვარად უარს ამბობენ. ისევ წეგან როგორც დავიწყე შევნიშნავ, რომ ეს შემდგომში ჩვეულებრივად გრძელდება და მაცხოვართან ერთად მოციქულები თევზაობენ, იმიტომ რომ არსებობის საკითხი მათთვის აუცილებელია და ისინი ახლა სახარებაში ნაკლებად ჩანს ეს, მაგრამ ისინი შეეწევიან მე მასთან მოსულ ხალხს, იმიტომ რომ ქონდათ მათ გარკვეული ესეთი შესაძლებელი და თავისთავად ბუნებრივი ნამატიბად არაფერ შეჭირდებოდათ, როდესაც ერთხელ თევზი ნავი დაინთქმებოდა, იმდენი თევზი დააჭერინა მაცხოვარმა, ეს მათი მოქმედება გრძელდებოდა, მაგრამ არსებითი რა იყო, მათში პრიორიტეტი გადავიდა სულიერზე, უმჯობესზე. აქ სახარებაშიც მანამდე ზუსტად ეს ტექსტი ამითი გრძელდება შინაარსი და როდესაც ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად, ანუ ერთი მოიძულოს, ერთი შეიყვაროს, ერთი თავისუფლად და ერთი შეურაცხოს, ვერვის ხელეწიფების ღვთისა მონება და ღვთისა მამონასა. შეპირისპირება, როდესაც იწყება უმჯობესის და უდარესის, აქ ისევ ამ პირველ სიტყვასა და წინარე სახარებას შორის არის მაკავშირებელი კვანძი, რა შინაგანი ხედვა განაპირობებს უმჯობესის არჩევას. რა არის მისთვის ადამიანისთვის უმჯობესი და აი აქ არის სწორედ საინტერესო დეტალი. რა არის მამონა? მისწრაფება. სიმდიდრისადმი, მოხუჭისადმი ასურული, არამეული ესეთი ღვთაება იყო, რომელიც ებრაელებშიც გარკვეული პერიოდი შეჭრილი იყო, თუმცა წინასწარმეტყველთა მეოხებით ეს განიდევნა ესეთი სიმდიდრისადმი ღვთაება და შეპირისპირება ზუსტად ორი მდგომარეობის ღვთისადმი და ღმერთის მოპირისპირესი, ასევე სულიერისა და მატერიალურისა. ეს ადამიანში აქტიურად დგას. მოდით ესე თანამედროვე ქრისტიანების ცხოვრებაშიც გადავხედოთ. თუ ხდება ხოლმე მორწმუნეობას, როდესაც ცდილობს ადამიანი ღმერთს შეუძლომილობას, როდესაც ცდილობს, ღმერთთან ურთიერთობა რა პირობით დაიწყო. და ჩვენ ამ პარალელს მე თავად მოციქულთა შორის გადმოვიტანთ. პრაქტიკაში არის, როდესაც მღვდელთან ურთიერთობენ, ერთგვარად გარეგნულად კლასიკურად მოწესრიგებულები არიან ქრისტიანები და მათთვის პრიორიტეტულია რა? მარხვა როგორც ერთგვარი ნორმატივის ღვთისადგან კეთილგანწყობის მოპოვება, ნორმატივის ახსოვება, რომ კეთილგანწყობა მოიპოვონ, პრიორიტეტულია სახლის კურთხევა, მანქანის კურთხევა,
სწავლის პარაკლისი, მგზავრობის პარაკლისი, ანუ რა, მათ ყოფით კეთილდღეობის აღშენებლად ვიღაცა შემწეყავდით. არა, დასაბამის შემოქმედის შეცნობა და მასთან სიყვარულით არსებობა და ურთიერთობა, არამედ ვინმე ვიღაც თუნდაც მათთვის შეუცნობელი, დიდად შეიძლება ამის ინტერესიც არ გამოხატონ, ვინ არის საერთოდ ქრისტე, ღმერთია თუ განკაცებული ღმერთია, თუ ყოვლისშემძლეა და ღვთისგან გამოგზავნილია და ასე შემდეგ. ღვთის ამპიროვნება, საერთოდ ღვთის განცხადებითობა, საერთოდ ზოგჯერ ნულოვან დონეზეა ხოლმე და წარმოდგენაც არ აქვს და შეიძლება ვთქვათ ერთდღელაც ეგზალტირებული კარგ ხასიათზე დადგეს და ქრისტიანობის გადმოცემა დაიწყოს და ამ დროს შეიძლება საერთოდ ან იუდაიზმი ან მუსულმანობა გადმოგიშალოს ან რომელიმე თქვათ დენომინაციის ის გადმოგიშალოს ან სინთეზი გადმოგიშალოს წარმოდგენა არ კონდეს. ანუ რა მას სწრაფვა შემოქმედისადმი სიყვარული და შეცნობის სურვილი არ გასჩენია, მისთვის ღმერთი გახდა საშუალების დამაკმაყოფილებელი წყარო. და ეს რის სახე ეცით გავიხსენებ მე 12 მოციქულთაგან ერთს. იუდა ისკარიოტეც. იუდა ისკარიოტელმა ანგარება არა 30 ვერცხლისადმი გამოხატა, არამედ როდესაც სასუფეველის შესახებ მაცხოვარი იწყებს გადაგებას და ცათა სასუფეველი მაშინ იუდეველთათვის ეს იყო მიწიერი განსაზღვრება, მათ ჩათვალა თუ კი ეს მესია და მეუფეა და მსოფლიოზე გაიმარჯვებს, ის 12 მინისტრთაგანი, ანუ სამყაროს მე-12-თაგან გამგებელი იქნებოდა და მისთვის უსაზღვრო შესაძლებლობების შესაძენის საშუალება გადაიშლებოდა პერსპექტივა. სწორედ აქ იწყება მისი ანგარებითი შეძენა, ხოლო შემდგომი რაც იყო, ეს იყო მისი გულისაცრუება, იმიტომ რომ მე როდესაც სულიერი თეზისები მოისმინა და არა მიწიერი თეზისები და პირიქით, როდესაც ხდებოდა მაცხოვრის პროვოცირება და მოწოდება მიწიერი თეზისებისკენ და მაცხოვარი ამას აიგნორირებდა და პირიქით პასუხობდა, იწყება იუდას გაციება და თავდება სამაგიეროს გადახდით. კნინობითი ფორმა იყო ეს 30 ვერცხლი. ანგარებითი სახე იყო მანამდე რომ მისით შეეძინა ყოველივე. ეხლა ჩვენ დავფიქრდეთ, როდესაც მორწმუნედ თავს უწოდებთ და ღმერთთან ურთიერთობას ვიწყებთ, რას ვაკეთებთ? ანგარებითად ვიძენთ ღმერთს რომ მან დააკმაყოფილოს, თუ ღმერთთან სიყვარული გვაქვს. ამით კიდეც გვირგვინდება და გავაგრძელოთ შემდგომი სწორედ ამიტომ არის რომ თუ ადამიანის ყოფითი არჩევანი უნდა და მისით ღმერთთან ურთიერთობს, ის ღმერთამდე ვერასდროს ვერ მივა, ამიტომ ამბობს ქრისტე, რომ თან ღმერთი, თან მამონა ყოფითი შეუძლებელი ამასთან წარმოვალის წარუვალთან შეერთება. ამისთვის გეტყვით და აგრძელებს სწორედ ნუზრუნავ სულისა თქვენისათვის რა სჭამოთ, რა ვსვათ ხორცსა თქვენ რა შევიმოსოთ და შემდეგ ადარებს ფრინველის ფრინველებს, მცენარეებს და ასე შემდეგ აგრძელებს. რა არის ისევ შევნიშნოთ. აქ მზრუნველობითი ფაქტორის იგნორირება, რომ ის ყოველდღიური არსებობა უგულებელს ხოს, ამას ქრისტე არასდროს არ ამბობს. პავლე მოციქულიც საინტერესოდ ზუსტად აქეთკენ გვიბიძგებს და აქეთ ამბობს, რომ ქრისტე მოდის და შეგვიძენს ჩვენ, აი აქვს ესეთი ძველი ადამიანის და ახალი ადამიანის თემატიკის შემოტანა, ადამი რომელსაც წოდვით ვიშვით და წარმავალობა შეგვძინა და ამ წარმავალობისგან დამხსნელად კაცობრიობას სანატრელი გაუხდა მესია და ახალი ადამი, რომელიც მოზიარეს ხვდის ყველას წარუვალისთვის, ცათასასუფევლისათვის. სწორედ აი ამ შეძინებას გვაძლევს და არ გვავიწყებს უბრალოდ ყოფიც, არამედ უპირატესზე აკეთებს აქცენტს. ცისფრინველები შრომობენ? შრომობენ. ისინი ბუდეს ქმნიან, საინტერესოა მათი ყოფითი ცხოვრება, ისინი თავის მომავალ თაობაზე ზრუნავენ, ერთმანეთს ზრუნავენ, როგორია რიჟრაჟზე ერთმანეთის შესიყვარულება, რიბრაბოზე ისევ ბუდეს დაბუდებისას ერთმანეთს ეძახიან, რომ ადგილზე მიაგნონ თავის ინდივიდუალური ხმოვანებით, ხო? მათ მზრუნველობა გააჩნიათ, ანუ ნულოვანი დონე არ არის, მაგრამ მათ არსებობას ღმერთი განსაზღვრავს, ყოველი სული აქებით უფალს, ხო? ზუსტად ასევე ადამიანმა უნდა იშრომოს და მთელი სასწაულება დაამატოს ღმერთს. აი ხა ესეთი სიტყვები რო არ ნუზრუნავთ ხვალისათვის
თითქოს ეს ადამიანს ფიქს ყოველთვის ანთავისუფლებს, მაგრამ რატომ არის შეპირისპირებული დღევანდელი დღისა და ხვალისა? ხშირად მთელი მზრუნველობითი ასპარეზი ადამიანს სამომავლო პერსპექტივაზე აქვს, მაგრამ ყოფითად შენ ვინ ხარ? ღმერთის წინაშე როგორ გაიარე? რა შექმენი? თუნდაც ყოფითში შენი ქვეყნისთვის დღეს რას ქმნი? და რაზე დაეშენება შენ ხვალინდელი დღე? ამაზე აქცენტი ადამიანს აქვს უფრო მეტად გადასატანი და სწორედ დღევანდელი დღე უფრო კიდევ პრიორიტეტულია ვიდრე ხვალინდელი. რადგანაც მიუხედავად თვის უდიდესი წყალობისა ჩვენ არ ვიცით საერთოდ პირდაპირ მნიშვნელობით ხვალინდელი დღე გვექნება, ამის უამრავი მაგალითები გვაქვს და ყოველგვარი რაღაცა დაშინების ან რაღაცა ფაქტორის გარეშე მარტივად ვიტყვით. ჩვენ მცირე ასაკიდან გვახსოვს, რომ ჩვენ გვერდით თუ სასწავლებლებში, თუ სამეზობლოში, თუ სანაცნობლოში და სანათესავოში ჩვენი თანამოასაკე თუ ჩვენზე უმცირესი ადამიანები ჩამოგშორდებოდნენ წუთის სოფლიდან და ამ ქვეყნიდან გადიოდნენ, ხო? ჩვენც რიგითად როდის შეუერთდებით, გაღმა მხარეს არავინ არ იცის და ვარ კი მე ისევ მარადისობაზე აქცენტი, მარადისობისთვის მზად, ჩემი ცნობიერი სასიკეთოსკენ არის განჭორიტავ კი იმას სიკეთი თუ ჩემი გული არც გაწმენდაზეა საუბარი და ბოროტება ემატება და სამყაროს ცუდად აღვიქვამ. სწორედ ეს სარბიელი არის, რომელიც შინაგანად ადამიანს უნდა აშენებდეს და სწორედ როდესაც იგივე თუნდაც სამოსელი ან საზრდოა ნაგულისხმები ეს ამ ქვეყნიურის გამომხატველობაა, რომელიც ერთ ჩვენი დღის თვალისჩინივით მოდის. ესე ვთქვათ, საინტერესოდ ადარებს არა თუ მხოლოდ შემოსვას სოლომონისას და მინდვრის შროშანისას, არამედ მათყოფით მდგომარეობას, ხო? რამდენი გაზაფხული გამოვიცვალეთ ჩვენ თვითონ და როგორ მივტირით მე შემოდგომაზე ხალასი, ეხლა რო ხალას ფოთლებია მათ გაცილებას. და შემდგომ ჩვენი ნოემბრის ბოლოს როგორი მოლოდინი ჩდება, უკვე ნოემბრის ბოლოს ჩდება მოლოდინი ხასხასაფოთლები და ლამაზი ღინღილი მიწი და როდის წამოვა. და მათი ცვლილება ამ შვენიერი ყვავილების ჩვენ თუნდაც პირადი ბაღის თუ სამყაროსი, გარე სამყაროსი, რომელიც ჩვენ არც გვიზრუნია, როგორ იცვლება თვალსა და ხელშუა ისტორიის ფონზე სოლომონს თუნდაც მრავალწლიანი დიდება ჭაბუკებიდან დაიწყო. მეფობა, ხო? თითქმის ბავშვი იყო, მცირეწლოვანი, როდესაც იწყებს ხანგრძლივად მეფობს, მისი დიდების ეპოპეას აღწევს, რომელიც ერის დიდების ეპოპეაც იყო, მაგრამ ისტორიულ ფონზე ის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილის სახელით ხდება მოგონება, მაგრამ ის დიდება ერთ-ერთი მორიგი სეზონივით, გაზაფხულის სეზონივით შეწარსულ ერთ-ერთ მორიგ შემოდგომას ჩაბარდა. ამიტომაც, როდესაც მთელი რიგი აქცენტი ამაზე გადაგვაქვს და ერთ-ერთ მაგალითს გავიხსენებ, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც შეძლებული ადამიანი უწყოეთში კვდებოდა, უზარმაზარი გარდერობი ჰქონდა, მან მოითხოვა ერთ-ერთი თავის საყვარელი კაბა. მოუტანეს რაღაცის მომწვანო კაბა, ხელი მოუჭირა, დაიჭირა და ასე განუტევა სული და მე ვეღარ გამოაწეს და მოაჭრეს ის ნაწილი ის კაბის და ასე რიგად წავა. ამ დროს ალექსანდრე მაკედონელი გავხსენოთ, რომელმაც ანდერძა დატოვა მთელი მსოფლიოს დამპყრობელს ხელს, არაფერი მიმყვება. სწორედ ამაზე აქცენტს უფალი, რომ ჩვენი მიდრეკილება წუთის სოფელზე ვღაუჭებით, ამაზე არ იყოს თორე არ ამბობს უარს ის რომ ჩვენ გონივრულად ვაშენოთ ჩვენ ცხოვრება, მაგრამ ის დღევანდელობა, ყოფითი დღევანდელობა რომ დაცნობიერად საკუთარი თავისიდან ღმერთის წინაშე ვიდგეთ, ეს არ დაგვავიწყდეს და ზუსტად პავლე მოციქული ამბობს ასე სიტყვას, როდესაც ნუ ზრუნავთ რა ჭამოთ რა ივსვათ და რამეთ ყოველ წარმართი ამას იცის მამამა თქვენ მაზეც და რა იგივს ყოველთაგანი უფალმა წინდა წინუწყვის ჩვენს ლოცვამდე პავლე მოციქული ამბობს რა გვჭირდება, რა გვსურს და ლოცვა ეს არის ღმერთთან ცნობიერი ურთიერთობა და როგორც შვილი მშობელს რო ეს ყვარულება და არ ჭირდება მშობელს შვილისგან კარნახი რომ მას განათლების მიღება ჭირდება, კვება ჭირდება, სწორი თქვა პრეპარატების მიღება, რომელიც ვიტამინების სახით თუ რაღაცა მის აღორძინებას ხელს შეუწყობს, ჩაცმულობა თუ რაღაცა და მშობელი მას ზრუნავს და სიყვარულია ამ ურთიერთობის
უნიშნულოვანესი გარანტი და მშობლიდან მოდის, ასევე ღმერთთან ურთიერთობაც ეს არის. ბავშვი, როდესაც იბადება და ჩვენ ვიბადებოდით, წარმოუდგენა არ ქონდა, რომ ჩვენ ჩაცმა და ჭამოგვჭირდებოდა და ასე შემდეგ, მიუხედავად რეფლექსების და ინსტინქტებისა, მშობლები ჩვენაზე ზრუნავდნენ უკვე დაბადებამდე, თქვათ უკვე გარკვეული ნაწილი მზაობა მშობლობისა გამზადებული ქონდა და დაგვახვედრეს. ასევე ღმერთი წინასწარ ზრუნავს, თავარია მასთან ცნობიერი ურთიერთობა და ამიტომ განთავისუფლებ და ამიტომ ამბობს სათასასწრელს, ანუ თავად ღმერთში მყოფობას ვეძიებდეთ და ღმერთში მყოფობით მიწიერი ყოფილება იქნება და სულიერი ყოფილება თავისთავად ღვთისგან, რაც კი ჩვენთვის საჭიროა, ყოველივე მოგვეცემა. ეს არის მინდობა, როგორც ჩვილი ბავშვი, პატარა ბავშვი ან მოსიყვარულე ნებისმიერი ბავშვი, მინდობა მშობელს და არ ფიქრობს იქ, აი მე ხელფასი რამდენი იქნება ეს ეყოფა თუ არ ეყოფა ეს რა მოხდება და მე ეს მისი საფიქრალი არ არის და მშობელი ამას ყველაფერს აალაგებს, ასევე ადამიანი ღმერთისადმი მინდობილი უნდა იყოს, რომ ყოველივე შეეძინება წააშენოს სულიერი და სულიერით წარმართოს თავის მიწიერი. მამა ლევან, ძალიან საინტერესო მოხლებით სრულდება ეს ახარებით თქვენ ძალიან პირველად იძიებთ სასופველზე ღვთის ყოველივე შეგეძინოს თქვენ ამაზე გამახვილოთ ყურადღება. ძალიან ხშირად გვემართება ადამიანებს რომ აი ჩვენ თვითონ თავს ვიმართლებთ რა ვერ მივედი წირვაზე, ვერ მივედი აღსარებაზე, იმიტომ რომ სამსახური მქონდა, ვენახში გავედი, ეხლა რაღაცა მომკის დროა და გვავიწყდება რომ ღმერთისგან მოგვეცა ყველაფერი და ამ ქვეყანაზე გავშთით, იმიტომ რომ ეს არის საშუალება რომ ჩვენი მარადიული სასופველზე ვიზრუნოთ. აი ამაზე გავამახვილოთ პარალელით დღეს, აი ამ შედარებაზე რომ ხშირად თითქოს თავს ვიმართლებთ და ვიმშვიდებთ რომ იცი რა ღმერთი მოწყალია მაგრამ მე ვერ შევძელი თუმცა ღმერთი გონიო პირველად ამას ეძიებდეთ და ნუზრუნავთ რა იქნება იმიტომ რომ ღმერთი უკეთესით რა გჭირდება თქვენ მოდი პასუხს ავიწყებ ესე ჯერ ძველ რომს პირველ რომში იყო ეს გამონათქვამი მე მესამე რომში მოსკოვში რომ ერთ დღეში არ აშენებულა ხო ჩვენ მთელი ცხოვრება რაც არ უნდა ვიშრომოთ და 24 საათის ნაცვლად 48 საათი არსებობს დღეღამეში და ულევი ძალა გქონდეს შინაგანად რისი მიდრეკილებაცა კეთილგონივრულად ვთქვათ და არა ვთქვათ რაღაცისადმი კეთილგონივრულად რისი მისწრაფება და გამოხატვის სურვილიც ადამიანს გააჩნია მაინც არ ეყოფა თუნდაც 200 წელი და 300 წელი და აი ეს სულიერი პროცესი ხვალინდელისთვის მზაობა გაეპარება ამიტომ თანადროულად სულიერი ვაშენოთ ჩვენ ღმერთი არ გვეუბნება რომ 6 დღე მე მომეცით ანუ სულიერი დააშენეთ არამედ 6 დღე იყოს თქვენი ფიზიკური სარბიელისა და ეს პირველი დღე რომელიც შაბათი კვირა უпроსტად ერთ შაბათი მაკურთხეველი ხდება თელი სარბიელისა სულიერი ხდება საწყის და მაკურთხეველი და თუ კი შენ ამ შენ საწყის თესს უგულებელყოფ მაშინ რა აზრი აქვს როდესაც ადამიანი თესვას წევს ასე თქვა სამეურნეო თვალსაზრისით თქვა ის ნიადაგს ანოყიერებს შემდეგ კეთილმარცვალს აგდებს უმზადებს მას ყოველივეს რომ ყანის შედეგი მისით განსაზღვროს და თუ ჩვენ ცალსახად ყანაზე გვექნება აქცენტი და სულიერ საწყის მოვაშორებთ, მაშინ ასე დავეყნობთ. ასე ვთქვათ, ზოგჯერ კითხულობენ ხოლმე რა არის ქორწინება, რაღაცა რიტუალი გონიათ ხოლმე. ქორწინება არის ორი ადამიანის უდიდესი მომავალი ნაბიჯი. რაზე უნდა ეფუძნოს? კი ბატონო, სიყვარულით იწყებენ, კი ბატონო, ურთიერთპასუხისგებლობას შობს ამას, მაგრამ რაზე უნდა ეფუძნოს? მადლზე. და ღვთის კურთხევა ხდება ამაზე და ამაზე აღმოცენება ხდება. ასევე ჩვენ ცხოვრებაშიც ყოველივე ის, როდესაც აღსარება თუ ზიარება თუ რელიგიური რიტუალი, რასაც ისინი რიტუალს უწოდებენ, ეს არის ღმერთთან ურთიერთობა და თუ შენ მას მოსწდები, იცოდე დაკარგო ყოველივეს. მარტივ რამეს მოყვები, უცებ მამა პაისის ცხოვრებაში ამბობს, რომ ერთხელ მოუწია მამამის მაინც და მაინც საკვირაოდ რიგი ხარებისა და გაცინა ის ერთი წირვა და არ გამოუვიდა საქმე და ინანა მამამისმა და მე მთელი ცხოვრება ეს აღარ გაუკეთებია და ჩვენც ესე ვიცოდეთ, როდესაც საღვთოს დღეს დავიწყებთ ამას, ვიცოდეთ რომ იქ შეწყვეტა არ იქნება, შეიძლება თქვენ ვიშრომოთ შეიძლება ეს ყველაფერი, მაგრამ ზოგად შორეულ პლანზე თუ ზოგად მიმართებაში ის საქმე არ გამოვა. ერთგვარად ამიტომაც არის ხოლმე დიდი დღესასწაულები უქმე უნდა იყოს არა იმიტომ გავაგდე ახლა ეს და მადლად არ შეგვერგება რა თქმა უნდა ეხლა ზოგჯერ წირვის მერე წავლენ ხოლმე და 60 ყანწს ჩაისხავენ ხოლმე და ნუ საერთოდ მერე მაგ დროს პირიქით ღმერთს ჩორდებიან
კი ბატონო. ყოველდღე იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ვინმეს რამე ვარგოთ, ასე ვთქვათ, ხომ? საწყისად საფუძვლად დავიძინებთ, შვიდად ვიძინოთ. მე ყოველივე იქნება. დიდი მადლობა მამალევა ბრძანებისთვის, განმარტებისთვის, სახარებას განმარტავდა საკვირაო სახარებას, წნეთი ახალდაბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. 9 საათია, ერთად აღვამნოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგვაუდეთ. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და
ღმერთო ჩვენო დიდება შენდა. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გრძელდება ჩვენი გადაცემა და უნდა გითხრათ, რომ 19-20-21 ივნისს არტოს ბაღში უკვე ტრადიციული პროექტი ზაფხულის ღამის ჯაზის კონცერტები გაიმართება. უფრო ცლა ჩვენი სტუმარი მოგვიყვება, თუ რა ელოდება წელს სვენელს, მაყურებელს, შემოგვიერთდა მუსიკოსი და ტრადიციული მონაწილე ამ ფესტივალისა და მხარდამჭერი და ესე იგი გვერდში მდგომი მუდმივად მაია ბარათაშვილი გილოშედობის გილოშედობის მადლობა სტუმრობისათვის დილიდან და რაჯობ დილას ლოცვის მერე მუსიკაზე საუბრობთ. შვენიერი საშუალო. ლოცვა იყო ძალიან სასიამოვნო, ესეთი ერთობაში, ეს გაერთიანება ლოცვაში და რა თქმა უნდა, მუსიკა არის ღმერთის შექმნილი. ეს ფესტივალი გაჩნდა, როდესაც ჩვენთან იყო კოვიდი. უბრალოდ მსოფლიოში მძვინვარებდა კოვიდი და ფაქტიურად ეს იყო გადარჩენა მუსიკოსების, იმიტომ რომ თუ კი ვინმე რამეს აკეთებდა, ყველა ამ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, არა მარტო ფინანსური, არამედ სულიერი თვალსაზრისითაც, შემოქმედებითი თვალსაზრისითაც. აუცილებლად მადლობა უნდა უთხრათ მარინა სალოქვაძეს და ზაზა მარჯანიშვილს, ZMG Arts, რომელიც იყო ინიციატორი ამ არაჩვეულებრივ ფესტივალისა და ეს უკვე მე-7 ფესტივალია თუ არ ვცდები რიგით. ფესტივალი აერთიანებს ქართველ ჯაზის მუსიკოსებს. ანუ თუ კი გინდა გაიგო ის თუ საქართველოში როგორ ვითარდება ჯაზი, რა მდგომარეობაშია, ვთქვათ, ესეთი ახალგაზრდული ენერგია, ძალა მუსიკალური, რას ქმნიან გამოცდილი მუსიკოსები, აი სწორედ აი ამ ფესტივალს უნდა დაესწროთ წელიწადში ერთხელ. ფესტივალზე მონაწილეთა რიგი რაოდენობა სულ უფრო იზრდება, არიან უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები. ამ ფესტივალზე ემატება თანდათანობით ახალგაზრდა მუსიკოსები, იმიტომ რომ კონსერვატორიის ჯაზის დეპარტამენტის კურსდამთავრებულები ყოველ წელს, ასე ვთქვათ, საკუთარ შემოქმედებას უზიარებენ და ძალიან დიდი გამოცდილება. ძალიან დიდი, იმიტომ რომ პირდაპირ ფესტივალზე გამოსვლა ეს არის საკმაოდ ესეთი რთული, მინდა გითხრათ და ძალიან სასარგებლო გამოცდილება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას დააფიქსირებ, სად დგას სხვა ადამიანი, შენ რას აკეთებ, რამდენად ფეხს უბავ, ვთქვათ, ტენდენციებს, რამდენად ინდივიდუალური ხარ. წელს თვითონ დღეს 8 ჯგუფია წარმოიდგინეთ, გამოცდილი მუსიკოსების გარდა, რომლებიც ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას. ხა არ დავიწყებ დასახელებას, თქვენ იცით ვინ არიან ეს ადამიანები. უამრავი ახალგაზრდა მუსიკოსი, ზოგი კონსერვატორიის სტუდენტი, ზოგი კურსდამთავრებული. ეს ფესტივალი უკვე საერთაშორისოც გახდა, იმიტომ რომ შარჩან თურქი მუსიკოსი მონაწილეობდა წელს, იტალიელი პიანისტი მონაწილეობს და მოკლედ ეს ფესტივალი სიახლეებით არის სავსე, არასდროს არაფერი არ მეორდება. გარდა ამისა, ეს არ არის მარტო მუსიკალური მხარე, აქ არის ხელოვანების ნამუშევრები წარმოდგენილი, აქ არის რეწვაც, აქ არის სახვითი ხელოვნებაც, ასე რომ იქ მოსული ადამიანი ფაქტიურად ისვენებს.
ხელოვნებას ეზიარება 7 საათიდან უკვე არის კარი ღია, შეუძლია მოვიდეს, შეიძინოს ნამუშევრები, დაათვალიეროს და არის ესეთი სივრცე, რომელიც ადამიანს ძალიან სასიამოვნო განწყობას უქმნის და რაღაცა სხვა ტალღაზე აყენებს. ვარაერთხელ დავსწრები ვარ და ნამდვილად მინდა გავუზიარო ყველას ეს შთაბეჭდილება, რომ ნამდვილად არაჩვეულებრივია მუსიკალური ზეიმია და გარდა ამისა ის გაუმფენა გაყიდვაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომელიც იმართება იქ და ნამდვილად ჯადოსნურ სამყაროში მოხვდებით თუ ეწვევით არტოს ბახს 19-21. აი მუსიკოსებისთვის რამდენად ზოგადად ცხადია მნიშვნელოვანია სივრცე, მნიშვნელოვანია პუბლიკა, აუდიტორია. აი მსგავსი ტიპის ფესტივალისთვის ღია სივრცე, აერტოს ბაღის სივრცე რამდენად სასიამოვნო და რამდენად ხდება კომუნიკაცია ეს ემოციების გაცვლა მსმენელთან. ძალიან სასიამოვნოა ღია ცის ქვეშ, ზაფხულში. თვითონ ამინდიც გვიწყობს ხელს იმედია წვიმა არ წამოვა და წვიმაც რო წამოვიდეს, იმდენად დიდი ერთობა. იცით ამ ფესტივალზე ეს არის სივრცე, სადაც ყველა უყვარს. ანუ აქ არ არის შუღლი, აქ არ არის დაპირისპირება. თითოეულ ადამიანს აქვს საშუალება საკუთარი შინაგანი სამყარო გაუზიაროს მაყურებელს. ამიტომ აქ არ არის ქიშპობა, აქ არ არის დაპირისპირება. მოგეხსენებათ ახლა ადამიანი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, თან საქართველოს ძალიან პატარა სივრცეა, ამიტომ ყოველთვის არის ჯანსაღ კონკურენციას ვეძახი მე ამას. არ არის ეს ცუდი სხვათა შორის, არ არის ეს ცუდი თუკი აუცილებელიც არის healthy competition, რასაც ქვია, ხო, ფაქტურად მარკეტინგის განუყოფელი ეკონომიკის განუყოფელი ზრდის განუყოფელი ნაწილია. რაღაცას ვქნი, ვიღაცა უკეთესად გააკეთებს, იქით კიდე ვიღაცა უკეთესად და აქ იმაზეც არ არის ლაპარაკი, ვინ რას უკეთესად აკეთებს. თითოეულ ადამიანს მიეცა ინდივიდუალურობა და აი ამ ინდივიდუალურობას ასე ვთქვათ ფენს დიახ აი ამ ფესტივალზე ასე რომ ეს არის სახალხო ფესტივალი მე ესე ვთვლი და აქ ეს ერთმანეთის მხარდაჭერა, ერთმანეთის სიყვარული არის ძალიან მნიშვნელოვანი და განხორციელებადი. ამიტომ ესეთი, იცით, უშუალო გარემო, აი ნიუპორტის ფესტივალები მახსენდება, იქ ადამიანები დადიან, იქვე არის რაღაცას წაწრუპა, ადამიანებს დაელაპარაკები კიდევაც, ვისაც მუსიკა აინტერესებს, დაბრძანდება და მოусმენს. მოკლედ, არაფერი არ გამოგრჩება. საინტერესო ნამუშევრები, ადევნებ თვალყურს, ვინ როგორ იზრდება და მოკლედ ეს ფესტივალი ყველა პლასტში ძალიან გამართლებულია და არა მარტო მუსიკა. და ბავშვებიც დიდი სიამოვნებით ეს არის პარკი, ეს არის სუფთაჰაერი, ასე რომ რამდენად გაიზარდა ინტერესი თქვენზანეთ რომ ყოველწლიურად იზრდება მონაწილეების სართულობა, ემატებიან საერთაშორისო გახდა მსმენელის ხალხის იცით რა არის ძალიან იშვიათია ღონისძიებები და თითქმის არ არის შეიძლება ითქვას სადაც ყველა ქართველი, თითქმის ყველა ქართველი ქართველს ეძლევა შესაძლებლობა რომ თავისი თავი გამოავლინოს. იცით როგორც წესი რაღაცა ღონისძიებებზე გარკვეული ნაწილი გამოდის, სხვა ღონისძიებაზე კიდე სხვა ნაწილი. კი აი აქ ეს აერთიანებს ძალიან ბევრ თითქმის ყველა მუსიკოს, რომელიც ამ ჟანრში მუშაობს და არა მარტო ამ ჟანრში, აქ არის soul-ი, rhythm and blues-ი, ქართული მუსიკაც ყოფილა და ინსტრუმენტული, ვოკალური, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბავშვები მოდიან ნიჭიერთა წლებიდან მოდიან თავის პროფესორებთან ერთად. მოკლედ დიდი მადლობა უნდა უთხრათ აუცილებლად აქვე მერიას, აუცილებლად შემოქმედებით საქართველოს, ასევე თბილისის მერიის კულტურის დეპარტამენტს, იმიტომ რომ ძალიან მაშინ ჯერ კიდევ, როდესაც ეს იყო ძალიან პრობლემატური და როცა არაფერი არ ხდებოდა ქალაქში, ძალიან დაგვიჭირა მხარი ამაში და აუცილებლად მადლობა უნდა გადავხადოთ. ტურისტებსაც შეხვდებით. უამრავი ეს არის სივრცე, სადაც ყველას მიესვლება. და სადაც არ აქვს ადგილი შურს და პირისპირებას და არ სიყვარულს. პირიქით, ეს ფესტივალი აერთიანებს ადამიანებს. მუსიკა თავის ძალას წარმოაჩენს ამ შემთხვევაში და ყველას აერთიანებს. კი ბატონო. კი, ჩვენ თვითონ არაერთხელ ფონია, ხო, ეს შეიძლება ცხოიჩი რო ვარ და ვხვდები რაღაც ქუჩაში გადიხარ, ღია კონცერტია, ვხვდები შვენიერი საშუალება ტურისტებისთვისაც. გავდრომ აი ასევე ვიცი რომ რეგიონებში იყავით ამ
ფესტივალის გარეშე სხვა თქვენი პროექტიც იყო და საინტერესო ამოდეთ რომ გითხრათ ჯაზით და ჯაზის საღამო. აი ესეთი იდეა დამებადა მე რომ შემოქმედებითი აქცენტები დავარქვი მე ამ პროექტს. ძალიან დიდი მადლობა შემოქმედებით საქართველოს დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის და რაოდენ ნიშნულოვანი იყო რეგიონებში მუსიკალური სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა პროფესორ მასწავლებლებთანაც, სადაც ვისაუბრეთ რა თქმა უნდა მუსიკალური პარტნიორი მყავდა გია რაქვიაშვილი, არაჩვეულებრივი პიანისტი ყავდა, გამხმოვანებელი, რომელმაც აპარატურა წავიღეთ. ანუ კონცერტი, შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ რეაგირებს ტვინი მუსიკაზე, რა უბნები აქტიურდება მაშინ, როდესაც ანატო ფურცელს კითხულობ, რა ხდება, როდეს ტვინი როგორ რეაგირებს და უშუალოდ ჩვენ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის პრინციპში ჩვენ გარემოცული ვართ მუსიკით, იმ წუთშივე ხვდებით, როდესაც საუნდს გავიგებთ, რომ ეს არის მუსიკა, ხო, ყველგან გარემოცული ვართ, მაგრამ არ ვფიქრებით, რომ მსმენელის პოზიციიდან აი დაუშვათ ინიცირება მოხდა ბგერის, ეს იქნება ვოკალური თუ ინსტრუმენტული, არა აქვს მაგას მნიშვნელობა და ფიზიკური ტალღა წარმოიშვება და ტალღა მოდის ყურის ბარაბანს გაივლის. ეს ჯერ არ არის მუსიკა, შედის გაივლის ამ ჩაქუჩოვან, ხრტილოვან წარმონაქმნებს, შემდეგ შედის შიდა ყურში, სადაც ძალიან საინტერესო ორგანო აქვს, უკლია ქვია ლათინურად და ინგლისურად, რომელიც არის სამ ნაწილად გაყოფილი და ეს ორგანო, რომელსაც აქვს ლოკოკინას ფორმა, ფაქტიურად პასუხისმგებელია რეგისტრების გარჩევაზე. აქ არის პატარა თმოვანი წანაზარდები, რომელიც ძალიან მგრძნობია და ამიტომ არ არის კარგი დისკოტეკაზე ახლოს დინამიკთან დადგომა, იმიტომ რომ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს ამ პატარა წანაზარდების და შემდეგ უკვე სმენითი ნერვის საშუალებით გადადის ტვინში და აი სწორედ აქ ხდება მაგია, აქ გესმის აპასიონატა ანსამბლი და შეგერგება ეს გამოკიდებულია გამოგზავნზე და მიმღებზე, ასე ვთქვათ, ამ სიგნალის. ანუ აი აქ უკვე რა მომენტში გარდაიქმნება მუსიკად. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ როგორი საინტერესოა გარკვეული ტვინის ანომალიების მქონე ადამიანებისთვის აღქმა მუსიკის. მაგალითად იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა აფაზია. აფაზია არის ორი ტიპის. ერთი, რომელიც ვერ უყრია აზრს და ვერ ლაპარაკობდა, მეორე აზრის თავმოყრა შეგიძლია და მაგრამ ვერ გამოთქვა. აი ამ დროს, როდესაც ოლივერ საქსი, რომელიც არის ნევროლოგი, საუკეთესო შეიძლება ითქვას ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, დაწერა წიგნი არაჩვეულებრივი მუსიკოფილია. სხვა წიგნებიც დაწერა, მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო, როგორ მოქმედებს მუსიკა აფაზიის დაავადებულ ადამიანზე. ანუ ადამიანი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, უკვე უცებ სიმღერით ამბობს თავის სათქმელს. ოღონდ ეს პირველი ესეთ სხვა ტიპის აფაზიაზე ლაპარაკი, რომელიც აზრს უყრის თავს და იმიტომ რომ ჰქონდა მას ესეთი საუბარი შესთავაზა საუზმე, მან ვერ უპასუხა და მერე უმღერა და იმანაც იმღერა თუ რას მიირთმევდა საუზმეს. გესმით? აი ესეთი ძალიან უცნაური რა დაემართა ახალგაზრდა ქალს, რომელიც დაუშვათ აი ორკესტრია, ხო ჩვენ ამას ერთობლივად აღვიქვავთ, როგორც ერთიანს რაღაცას, ხო და ვტკბებით, ვთქვათ, მალერის სიმფონიით, არიან ადამიანები, რომლებიც ცალ-ცალკე ინსტრუმენტები ესმით. ანუ ერთობლივი, ვთქვათ, ნაკადი კი არ მოდის და არ აღიქმევა. ეს არის რაღაცა გარკვეული. ანუ მოკლედ ბევრია ესეთი რამე და აი საინტერესოა, ვთქვათ, ესეთი მიქცევა ყურადღებას და ერთ-ერთი ყურადღების მიქცევა და ერთ-ერთი ესეთი შეხვედრის დროს ერთი ბავშვი მოვიდა და მე მინდაო რომ ნევროლოგი გამოვიდაო. ესეც საციამოვნო. ანუ ამ პროექტის მიზანი იყო კაუჭის გამოდება, დაინტერესება ჯაზით, ვთქვათ, იმის თქმა, რომ რა არის დაუშვათ იმპროვიზაცია, რა არის სკეტი, ბავშვების ჩართულობა, სვინგი, რა ფენომენია, ხო, ვთქვათ, უწყობს ხელს მუსიკა ზოგადად. რა თქმა უნდა და იმის მერე, რაც ლუი ამსტრონგის ისტორია მოუყევი ბავშვებს, როგორ დადგა ლეგენდა,
მე არ არის გამორიცხული, დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები წავიდნენ და შეიძლება დაგუგლეს კიდევაც, შეიძლება ინტერესი გაუჩნდა და ძალიან კიდევ ერთხელ მადლობა შემოქმედებით საქართველოს, რომ მოგცა ამის საშუალება და ნუ 17 რეგიონში ვიყავით და ალბათ მომავალში კიდე დავგეგმავთ. თქვენ ძალიან დიდი მადლობა თავდადმაი ამ პროექტისთვის და არა მხოლოდ. და ასე ვუთხრათ, რომ დღეიდან 21 ივნისში ჩავდა არტოზბახში, აი სიამოვნება რაც ქალბატონი მაია საუბრობდა, ვიბრძანდით, მოусმინეთ, მიიღეთ, კაცვალი გამიცემები. 7 საათიდან. ბილეთები ჯიზე არის ბილეთები და ნახავენ ყველა ინფორმაცია შესაბამისად. მაშასე, სწორედ ამ თემაზე საუბრობდით, მუსიკოსი მაია ბარაბაშვილი, გრძნობდა და გვესაუბრებოდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეტისა და ლიტერატორის ქეთევან შენგელიას ახალი კრებულის წარდგინება გაიმართა. საღამოს ჩვენ გადამღები ჯგუფი ესწრებოდა, ნინ გელაშვილმა თქვენთვის სიუჟეტი მოამზადა და სწორედ ამ სიუჟეტის მეშვეობით უფრო მეც მოგიყვებით. სიმსუბუქით, სიღრმითა და ლირიკული სიფაქიზით შემკული პოეზია, რომელიც პოეტის შინაგან სამყაროს გამოხატავს. ასე ახასიათებენ მეგობრები და კოლეგები ქეთევან შენგელიას შემოქმედებას. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პოეტისა და ლიტერატორის ქეთევან შენგელიას ახალი კრებულის წარდგინება გაიმართა. ჩიტები დედამიწის განედებზე, ასე ჰქვია წიგნს, რომელიც როგორც ძველ, ისე ბოლო წლებში შექმნილ ლექსებს აერთიანებს. კრებულის გარეკანზე გამოსახულია მხატვრის ზურაბ ნიჟარაძის მიერ შესრულებული პოეტის პორტრეტი. წიგნში ასევე შესულია ცნობილი მწერლებისა და ლიტერატორების წერილები და ნამონარიდები ქეთევან შენგელიას შემოქმედების შესახებ. დასრულდა ჩემი კრებულის პრეზენტაცია. ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ წიგნი, როდესაც გამოდის ის წიგნი ცალკე დამოუკიდებელ სიცოცხლეს იწყებს. მკითხველის გულებამდე მიდის თავისით ავტორისგან დამოუკიდებლად და ჩემთვის ერთ-ერთი ბედნიერი დღეა, იმიტომ რომ ის რაც წიგნთან არის დაკავშირებული, ეს არის ჩემთვის დღესასწაული. ლიტერატურად მცოდნეებმა ილაპარაკეს, ნანა ფრუიძემ, ინგა ღუტიძემ ლინგვისტმა, ჩემმა მეგობრებმა პოეტებმა და ახალგაზრდობა რომ ესწრებოდა, ჩემთვის კიდე განსაკუთრებულად ეს არის მთავარი, იმიტომ რომ ქართული წიგნის სიყვარული ახალგაზრდებისთვის არის პირველ რიგში საჭირო. ლიტერატურულ საღამოს პოეტები, ლიტერატურად მცოდნეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დამსწრეებმა ქეთევან შენგელიას ლექსები წაიკითხეს და პოეტის ახალ კრებულზე ისაუბრეს. ქეთევან შენგელია ყოველთვის გვანებივრებს ძალიან მაღალი დონის პოეტური კრებულებით, მაგრამ ეს აღმოჩნდა კიდე ძალიან დიდი მოულოდნელობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თვითონ კომპოზიცია, კრებულის კომპოზიცია არის ძალიან კარგად მოფიქრებული. აქ არ არის მხოლოდ ბოლო წლებში შექმნილი ნაწარმოებები, ეს გახლავთ თითქოს ერთგვარი პოეტური შემაჯამებელი წარდგენა თავისი შემოქმედების, სხვადასხვა წლებში შექმნილი ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც ერთ მთლიანობას ქმნიან და ძალიან კარგად გვაჩვენებენ პოეტის შინაგან სამყაროს, მის მოქალაქეობრივ პოზიციას, მის ზოგადად სულიერ სამყაროს. რაც პირველ რიგში მინდა აღნიშნო, აი ამ კრებულის წაკითხვის შემდეგ დიდი ხანია ვიცნობ ქეთევანის პოეზიას. ეს არის განსაკუთრებული დამოკიდებულება სიტყვისადმი, სიტყვის კულტურა. რაც ცოტა არ იყოს დაიკარგა დღეს საქართველოში. ეს არის კრებული, რომელიც გამოირჩევა, მე ვიტყოდი, გეოგრაფიული ციკლით. ეს გეოგრაფიული ციკლი მოიცავს როგორც ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს, დროებით დაკარგულს, ასევე იმ ტერიტორიებს, რომლებიც ოდესღაც საქართველოს ეკუთვნოდა და ამჯერად დაკარგული გვაქვს. კრებული მნიშვნელოვანია იმით, რომ ქეთევან შენგელიასთვის ქართული მიწა, ტერიტორია არ არის მხოლოდ, ეს არის მამული და ამ მამულს უძღვნის ამ მამულში, ამ სივრცეშია ჩატეული ის განცდები, ერთი შეხედვით ძალიან ტრადიციული ლექსი, ტრადიციული რითმებით, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი ლექსიკით. თუ კრებულს წაიკითხავენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დაიყურსებიან იმ სიტყვის მადლით, რომელიც ქართულს ორიდგანვე ახასიათებდა.
ახალი პოეტური კრებული ჩიტები დედამიწის განედებზე გამომცემლობა კალმოსანმა გამოსცა. როგორც ლიტერატურულ საღამოზე აღინიშნა, წიგნი თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამშობლო, სარწმუნოება, სიყვარული, ისტორიული და ფილოსოფიური ასპექტები, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს მრავალმხრივად ეზიაროს ავტორის შემოქმედებით ყოფას. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად 3-8 ივნისს იტალიაში ქალაქ კატანძაროში გამართულ უშუს მე-17 საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა ბრწყინვალე დიასპარეზა და სამშობლოში უდიდესი გამარჯვებით დაბრუნდა. ჩვენმა ნაკრებმა საერთო ჯამში 9 ოქროსა და 4 ვერცხლის медаლი მოიპოვა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ საქართველოს უშუს სანდას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ბულაშვილი და სპორტსმენი დავით დავითაშვილი. დილამშვიდობის, მადლობა მოგახსენებთ მობრძანებისთვის და გილოცავთ ამ წარმატებას ნამდვილად. დიდი მადლობა. რომ დავიწყოთ საუბარი, რა თქმა უნდა, ამ წარმატებით თუ როგორ ხდებოდა მომზადება, ჩართვა და როგორი იყო შედეგებს ყველა ვხედავთ, მაგრამ თავისთავად ამ შედეგების უკან ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომაა და პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სპორტის სამინისტროს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის, ასევე თბილისის მერის სპორტის სამსახურს, რომ გვერდში გვიდგას და ეხმარება ამ ჩვენ წინსვლებში და დახმარებაში. რა თქმა უნდა, ფედერაციის თითოეულ მწვრთნელს, თითოეულ სპორტსმენს, თითოეულ მშობელს, რომელიც გვერდში გვიდგას მორალურადაც, ფიზიკურადაც და რა თქმა უნდა, სპორტსმენებს დიდი შრომა აქვს ამ საქმეში ჩადებული და შესაბამისად წელს ძალიან დიდი შედეგები გავაკეთეთ და ბოლოს უკვე ეს კატანძაროს საერთაშორისო ტურნირით დაგვირგვინდა რა. წელი იყო ძალიან დატვირთული, პრაქტიკულად ნახევარი წელია ჯერ გასული და უკვე პირველი რაც სასიხარულო იყო საქართველოს უშუს ფედერაციამ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, გვანცა ქარჩავა გახდა ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი, რომელიც წელს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მიიღებს დაკარში მონაწილეობას და გულოცავთ გვანცას და წარმატებებს უსურვებთ. დიდი მადლობა. მერე მოხდა ისე რომ თაიძიცუანის მსოფლიო ჩემპიონატზე გავაკეთეთ აქაც დიდი შედეგები. ასევე მერე ევროპის ჩემპიონატზე უკვე ქალაქ ლიონში, საფრანგეთში პრაქტიკულად ისტორიული შედეგი დავდეთ 12 ოქროს медаლი, 6 ვერცხლი და 24 ბრინჯაოს медаლი, ანუ იმხელა რეიტინგი ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორც საქართველოა, პრაქტიკულად ყველას უკვირდა და ცალსახად აღნიშნოთ რომ 26 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, 550 სპორტსმენი და ამ რაოდენობაში რომ ყველა პრიზი თუ რამე იყო ჩვენ წამოვიდეთ ფაქტობრივად. მალავ. და ბოლოს უკვე საერთაშორისო ტურნირზე 9 ოქროს медаლი ისეთი მიღწევაა ძალიან ალბათ, ხო? პრაქტიკულად წელს რო იტყვიან დახუნძლულები ვართ მედლებით და ხანდახან სიცილით ხუმრობითაც გვეუბნებიან ხოლმე საბაჟოზე ამდენი ოქროს მედლებით გამარჯვებას მოგთხოვენ. არა ჩვენ რა თქმა უნდა კიდე უფრო დიდი მიზნები და დიდი წინსვლებისთვის ვემზადებით, რომ აი წელს ბათუმში ტარდება საერთაშორისო ტურნირი და ვემზადებით ამ საერთაშორისო ტურნირისთვის 10 ქვეყანა აპირებს ჩამოსვლას, შეიძლება უფრო მეტიც და იმედები გვაქვს, რომ ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე კიდე უფრო მაღალ შედეგებს მედლებს, ხო? კითხავთ ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს და გმირს სანამ გამარჯვებამდე მიხვდოდით, როგორი იყო, რა ჩახვედით, აი როგორი გარემო დაგხვდათ, ამდენად ძლიერი კონკურენტები იყვნენ და გამარჯვების შემდგომი ემოციები როგორი იყო? გამარჯვების შემდგომი ემოციები ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, პირველი ჩასვლა იყო ტურნირზე ევროპაში. იყო საერთაშორისო ტურნირი, მაგრამ ძალიან გამიხარდა რა. ეს პირველი იყო, ხო, შენ საერთაშორისო? დიახ, პირველი იყო. საქართველოში დიდი
ბევრი წელი ჩავარდა მქონდა შეჯიბრებზე, ეხლა წელს დავიწყე საქართველოს ჩემპიონატით. და მე დიდ მიღწევას ვთქვი, მაგრამ ჯერ ამით რა თქმა უნდა არაფერი არ დასრულებულა, ეხლა დავიწყეთ. ეხლა ბათუმისაც ვემზადები საერთაშორისო, აქაც საერთაშორისო ტურნირი არის. მომზადებით რა თქმა უნდა ბევრს ვარჯიშობდით, შრომობდით. რა საკიდან დაიწყე ამ სპორტში საქმიანობა? როდის დაინტერესდი? ძალიან პატარა საკიდან დავიწყე, მაგრამ ვარჯიში სერიოზული მომზადება, როცა უკვე გავაანალიზე თუ რა საჭირო იყო და როცა უკვე მივხვდი რომ ვარჯიში საჭირო იყო. აი რა არის, რა ვარჯიშია საჭირო, რო წარმოვიდგინოთ, ეხლა დაახლოებით ეს არის ძალისმიერი სპორტი, გჭირდება რაღაც ძალა, ნუ ცხადია ყველა შედება. როგორ რა ვარჯიშს გულისხმობს, აი როგორია რეჟიმი? ანუ სერიოზულად როცა დავიწყე ვარჯიში, ალბათ 1-5 წელი, 4 წელი იქნება. რა თქმა უნდა დავიწყეთ ყველა მნიშვნელოვანი ჩვენ სპორტში, უშუში რა თქმა უნდა საჭირო არის ძალა, რა თქმა უნდა ყველა ძალისმიერ სპორტშია საჭირო, მაგრამ აქ განსაკუთრებით ტექნიკა და გაწელვები არის საჭირო. გაწელვის გარეშე წინ ვერ წახვალ ამ სპორტში. რადგან ანუ უნდა მოქნილნა იყოს შენი ორგანიზმი, რომ ფლობდი, ხო? ფლობდი შენ ორგანიზმს, რა თქმა უნდა, ფლობა არის მთავარი ამ სპორტში. ჯერ თად მაღალ დონეზე არ ვარ მისული გაწელვაში, მაგრამ მაგასაც ვცდილობ, რა თქმა უნდა, ვარჯიშობთ, შრომობთ. რა შეიძლება მოწინააღმდეგებს, რამდენ ძლიერ მოწინააღმდეგები იყვნენ და რთული იყო თუ არა გამარჯვების მიღწევა. ძლიერ როცა ამარცხება პროფესიამოვნობა, სუსტი დამარცხება რა უნდა? საერთაშორის აი დათურას შემთხვევაში მოხდა ისეთ შემთხვევა, რომ ჩვენ განაცხადი ქონდა გაკეთებული 80 კილოგრამ-წონით კატეგორიაში და მოხდა ისე, რომ მოუწია მაღალწონით კატეგორიაში ასვლა და ნუ ძიმე წონაში რახან ავიდა პრაქტიკულად ცოტა ისეთი ერთგვარი განსაცდელი იყო ეს, მაგრამ გავამხნევეთ, მე მითხარი შენ ამას შეძლებ, შენ ამას გააკეთებ. მით უმეტეს ფინალში პირველი რაუნდი, ანუ 3 რაუნდი გრძელდება სანდაში ორთაბრძოლა და პირველი რაუნდი დამარცხდა და შესვენების დროს ერთწუთიანი შესვენება იყო, გავამხნევ, მე მითხარი ეს არაფერი არ არის, შენ შეგიძლია შეცვალო, შემდეგი ორი რაუნდი დაატრიალა და ბრძოლის ბედი მოატრიალა და პრაქტიკულად წარმატებით დაასრულა. სწორედ ის ახლა რაზეც საუბრობს, რომ მწვრთნელი გუნდი ყველა იყოს შენს გვერდით და ყველა ხალხს გიჭირდება. ფარხმალი არ დაყარო. მარტო წვრთნელის ხმა მესმის ბრძოლის დროს. მწვრთნელის გარდა არაფერი არ მესმის. ხალხს ხმა საერთოდ არ მესმის. მარტო წვრთნელი რასაც მეუბნება. უჯერებ? რო უჯერებ გამოდის. შედეგი არის. შედეგი რო უჯერებ გამოდის. რაც არ დავუჯერე, მაგიტო წავაგე პირველ რაუნდი, რომ დაბრუნებულობა მქონდა, ბევრს ფიქრობდი და რა დავუჯერე შემდეგი რაუნდები, ამოქაჩვა იყო რა. პირველ რაუნდი რაც დავუჯერე, პირველ რაუნდის ბოლო ნახევარი ქულები ამოკრიფე, მაგრამ მაინც არ იყო საკმარისი. ეხლა ის პირველ ნახევარი ძალიან შეტევაზე გადმოვიდა და რა თქმა უნდა, წვრთნელის გახვევა საჭირო არის ეხლა რა. იცით რა მინდა კითხოთ, აი საერთოდ მაგალითიც ბევრ ამას ნიშნავს, ხო? აი ავიღოთ ჩვენი კვარა. ნახევარიმა საქართველოს ფეხბურთი შეუყარა და უფრო მეტ კი თამაში დააწყებინა. ეხლა როცა ვუყურებთ, აი ახალგაზრდობი წარმატების საუბრობთ, თქვენ თქვით ამდენი მედალი. ძალიან ბევრისთვის, აი მეზობლებისთვის, კლასილებისთვის შეიძლება გახდეს мотиваცია, რომ მეც რატომაც არა, ხო? და მიღწევადია ყველაფერი. აი ნახეთ მაგალითია. რა საკითხი შეიძლება ბავშვები დაინტერესდნენ და რა მონაცემებია საჭირო? აი მაგალითად დათუნამ მამამისმა მომიყვანა 5 წლის იყო და რო იტყვიან დარბაზში დარბოდა და თამაშობდა. პრაქტიკულად არც ვაძალებდი, უბრალოდ მინდოდა რომ მას შეეყვარებინა ეს სპორტი. პირველ რიგში ხომ მე დღესდღეობით ესეთი 5 წლის, 6 წლის ბავშვები პრაქტიკულად ჯერ სკოლის ასაკში არ არიან და უკვე თამაშით ვარჯიშობენ. მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ ჩვენს წვრთნელები ვეუბნებით მშობლებს, რომ აი მშობელს რომ მოყავს ბავშვი, მინდა რომ მოვიყვანო ჩემი შვილი, რომ ივარჯიშოს, მე უტრიალდები ამბავს, ცალკე გამყავს მშობლის გარეშე და ვეკითხები, შენ გინდა ვარჯიში? თუ მას უნდა, რა თქმა უნდა, ვკიდებთ სრულად ხელს ამბავს და ბოლომდე მიყვავს, იმიტომ რომ მას უნდა გქონდეს мотиваცია, მას უნდა გქონდეს მიზანი, რომ უნდადეს ამ სპორტში რაღაც შედეგი მიიღოს, თორე მშობლები და წვრთნელები კი არა და 1000-900 რომ მოინდომოს ამ ადამიანის წინსვლა თუ თვითონ თუ არ უნდა შედეგი არ იქნება და პირველ რიგში ვცდილობ რომ უშუალო კონტაქტი თითოეულ სპორტსმენთან, თითოეულ ადამიანთან პატარა ასაკიდანვე უშუალო კონტაქტი გქონდეს, რომ თვითონ სპორტსმენს მეტი мотиваცია, მეტი მიზეზი მისცე, რომ მან შედეგი დადოს ამა თუ იმ სპორტში.
კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში და შესაბამისად უშუალო ურთიერთობა რო გვაქვს სპორტსმენთან, იქიდან გამომდინარე უკვე შედეგებიც მოდის, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით და არა ის რომ გინდა თუ არა რაღაცა ძალდატანებითი იყოს, იმიტომ რომ ძალდატანებით ესეთი რაღაცა არ ხდება, მით უმეტეს საქართველოა და საქართველოში ესეთი იმით რომ აი გინდა თუ არა შრომა უნდა უყვარდეს, უნდა შეაყვარო სპორტსმენს და როგორც კი უყვარდება და ხედავს ამ შრომის შედეგს მე თვითონ მეტი мотиваცია აქვს, მეტი მიზანი აქვს და მეტი წინსვლა აქვს და შესაბამისად მადლობა ღმერთს უკვე აი ეს წლების წინ დადებული აი ესეთი დაწყებული რო ითქვა ნიადაგით დღეს მივიღეთ უკვე ამხელა შედეგები. რა უნდა ავითარებს სპორტის შესახებ? მე ესეთ რაღაცას გეტყვით. უშუ არ არის უბრალოდ საბრძოლო ხელოვნება. უშუში არის ძალიან დიდი ფილოსოფია, რა თქმა უნდა, აღმოსავლური და ჩვენ ქართველებს გვაქვს ზუსტად ეს აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის გასაყარზე ვართ და ძალიან ბევრი კულტურები გვაქვს შეთვისებული და მით უმეტეს ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას აქვს ის დისციპლინა, ის სუბორდინაცია, რომელიც პირველ რიგში პატივისცემა უფროსების, უმცროსების, მეგობრების, ერთმანეთში გვერდში დგომა, თანადგომა. მე უშუალოდ პიროვნულად ავითარებს მის მოქნილობას, ავითარებს მის ორივე ჩვენი ტვინის ნახევარსფეროების ორივე მხარეების განვითარებას, იმიტომ რომ ძალიან გონივრული, იმიტომ რომ თუ არა გაქვს გონება მხოლოდ შენი ჯალით და შენი ძალით დიდ ვერაფერს ვერ მიიღებ. რა თქმა უნდა, აუცილებელია ძალა, მოქნილობა, ტექნიკა, გამძლეობა ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისია. არა, ყველაფერი ერთიანად უნდა იყოს და თვითონ მიზანსტრაფა უნდა კონდეს თითოეულ ადამიანს, თითოეულ სპორტსმენს, რომ ეს დიდი შედეგები მიიღოს ამ ურთაბრძოლაში და არა უბრალოდ ურთაბრძოლა, არა იმიტომ რომ უბრალოდ ვიღაცას რაღაცა როგორც არ არის დამჩაგრული პატივისცემა. კი, პატივისცემა. კი, ეს აუცილებლად და ზუსტად ჩვენ სპორტს რო შეხედავთ ბრძოლის დაწყების წინ არის აუცილებლად პატივისცემა, მისალმება, დამთავრების შემდეგ აუცილებლად მისალმება და დამშვიდობება როგორც სპორტსმენის, ასევე მწვრთნელების მიმართ და ეს ერთგვარად ავითარებს ადამიანის შინაგან სამყაროს, რომ მეგობარი იქნება თუ, ამ შემთხვევაში მტერი კი არა, მოწინააღმდეგე, რომელიც შენ გეხმარება შენ თვითონვე განვითარებაში და შენ თვითონ ზრდაში და წინსვლაში და თითოეული ინდივიდი ასე ვითარდება, იქიდან გამომდინარე, რომ პატივისცემა აქვს მოწინააღმდეგის, მწვრთნელის, ასევე მსაჯების, მაყურებლის და აი უბრალოდ რინგზე რო ადის, მინიმუმ 4-ვე მხარეს რო არ მოტრიალდეს და მისალმება არ გააკეთოს, ეს უკვე ითვლება უპატივცემულობად და შესაბამისად მსაჯიც კი მიუთითებს ამას, რომ ეცი პატივი შენს მოწინააღმდეგეს და აუცილებლად გააკეთე ის შედეგი, რაც საჭიროა. გოგონების თუ ყავთ თუ რა თქმა უნდა, აი წეღან ვახსენე, გვანცა ქარჩო, ჩვენ მიმართულება ვახსენეთ. გულისხმობ, რომ თუ არის ხოლმე ინტერესი გოგონების ძალიან დიდი. ხო, ხედავ, რომ გოგონები ეგივე ჩვენი ოლიმპიელები იქნებიან, ძალიან ისეთი გააქტიურებენ. უშუ არის ორი მიმართულებით, როგორც კონტაქტური ურთაბრძოლა, ასევე საჩვენებელი. ტაოლუში, რასაც ქვია საჩვენებელი ტექნიკებში, მაქსიმალურად ძალიან ბევრი გოგოა ჩართული. ხანდახან იმასაც ვიტყვით ხოლმე, ამდენი გოგოები და ბიჭები რატოა ესე მოკლებული. თუმცა ბიჭებიც საკმაოდ ძლიერი ბიჭები ყავს. ესე ნიკოლოზ ნუცუბიძე არის ერთ-ერთი წამყვანი ამ მიმართულებაში 18 წლამდე ასაკში, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ნიკოლოზმა ლიცენზია ვერ აიღო წელს, მაგრამ მომავლისთვის ჩვენ იმედები გვაქვს, რომ უკვე 18 პლუსში ლიცენზიები რო გათამაშდება, დიდი იმედები გვაქვს, რომ უფრო მეტი შედეგებს დავდებთ საერთაშორისო და ოლიმპიურ ასპარეზზე. კეთილი და საომალო გეგმების შესახებ სანამ ვიყოდეთ, მინდა ასევე კითხო თქვენ თუ აი რამდენად აინტერესებენ ახალგაზრდები, თანატოლები, მას შემდეგ რაც თქვენ წარმატებების შესახებ გაიგეს და რატო ურჩევდით ახალგაზრდებს რომ დაინტერესდნენ სპორტის სამსახეობით? დაინტერესება ძალიან როგორ აგიხმოთ. უშუ სანდა არის ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ტექნიკური სპორტი არის. MMA შეიძლება გავიდეს იქ მოქცევა და მოიგოს, მაგრამ სანდაში პროფესიონალ სანდას წესებით ვიღაცა გამრელი უბრალოდ სპორტსმენი ვერ გაუქაჩავს, იმიტომ რომ აქ ისე დონეზე არის ტექნიკა და უკვე წესები აყვანილი, რომ უბრალოდ ჩხუბით ვერ მოუგებ რა. უნდა ვარჯიშობდე, სერიოზულად უნდა ვარჯიშობდე, ტექნიკა უნდა დახვეწო, უნდა გაიწელო რა თქმა უნდა და პროფესიონალ სანდა ძალიან მაღალ დონეზე არის ასული უკვე. და ახალგაზრდებს მაგალითად ჩემი მეგობრები უკვე დაინტერესდნენ ამ სპორტით. მე რომ მიყურებენ ახლა ბევრ გულშემატკივრობენ საქართველოში, მაგრამ იყვნენ მოსულები თბილისის პირველობაზე, საქართველოს თასზე.
აქამდე არ იცოდნენ ეს სპორტი, მაგრამ ეხლა სულ ჩართულები არიან ჩემი წყალი. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ არაერთი ახალგაზრდა შემოგიერთდებათ. ამ წელს დავაკვირდი უკვე, რომ ბევრი ბავშვი მოდის დარბაზში უკვე. ამ წელს ძალიან ბევრი იყო. გისურვებთ მოკლედ რომ ეს უახლოესი გეგმები და სამომავლოდ იყოს უფრო დატვირთული, ბევრი უმედლი წარმატებები და რაც უფრო მეტი დაინტერესდება სპორტით, უფრო კარგი. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით ყოველთვის სიახლეებით, მედლებით და გამარჯვებებით. საქართველოს უშუს სანდას ეროვნული ნაკრების მთავარმწვრთნელი, თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა სუმბულაშვილი და სპორტსმენი დავით დავითაშვილი თომრობდნენ. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. ყველას ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის. ორშაბათ ამდა გეფშტობებით. ნახვამდის.